სიმართლე ვინმეს მოსწონს, არავინ არ მოსწონს, არავის არ მოსწონს, ყველა ბრაზდება. სიმართლე არის ყველაზე რთული სათხმელი. ერთადერთ სწორ ინფორმაციას ასეთი იმისგან ვიღებთ, ხო? სატელევიზიო არხებიდან. თუ იმასაც მოსწონენ არაფერი. მოусმენთ მაშინ იმედს და რომ ყველაფერი ყვავის და კარგად არის. სულ სიტყვას რო იძახით და სიმართლეც იძახით. მე მგონი. მე ასე მგონია, მაგიტო. ამ კომებზის ტრიალებს. ალბათ, რა თქმა უნდა. სხვა რა უნდა იფიქრებაც. აი, არც ტელევიზია არხი არ იყო და თქვენი არხი მუშაობდა მარტო. მარტო თქვენი არხი და ყველაფერს ვიგებდით იქიდან, აი გადაცემებია. აი გამოჩენილ პირებს აჩვენებენ, გორის ტერიტორიების ამბებს იგებს ადამიანები. არ არის სამართლიანი მედია თავისუფალი უნდა იყოს, რომელ პარტიას უნდა ეკუთვნოს, მithumetes სულ დამოუკიდებელი მედია. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა და შეზღუდვა სახელმწიფოს არ უნდა იყოს ეს. უყურებთ თქვენ გადაცემებს და ძალიან მომწონს, არის ძალიან კარგი სცენი პროგრამები და არ უნდა იყოს შეზღუდვები. შევავათებიც უნდა იყოს რაღაც ფინანსური. ტელევიზიის როლი არის სიმართლის გაშუქება. ტელევიზია არ უნდა იყოს მიკერძოებული, არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ტელევიზია. უნდა გადმოსცემდეს სიმართლე. ხალხის აქტიურობაა საჭირო ყველაფერში. ხალხი უნდა იყოს აქტიური. თუ ჩვენ გაჩუმებულები ვიქნებით, არაფერი არ გამოსწორდება. ქართული ოცნების რეჟიმისთვის ეხლა ეს რას წარმოესა ეს აქტი რა არის, რა თქმა უნდა ხელის გულზე ჩანს, ხო? მის ინტერესებში ნამდვილად არ შედის ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი მედია, რომელიც ხალხთან მიიტანს სიმართლეს და ყველანაირად გააშუქებს იმას, რაც ხდება ქვეყანაში ობიექტურად. მაგალითად იქნება ეს ბევრნაირი მაგალითის მოყვანა შეიძლება ეხლა, ხო? ჩინოვნიკები რო 1000-ობით ლარს იმატებენ ხელფასს და მაგალითად პენსიონერს რო 20 ლარით ეზდება მხოლოდ პენსია. ქვეყანაში გაზრდილი ფასები და 1000 წვრილმანი ეს სოციალური პრობლემები.